საღამოშვიდობის 14 აპრილს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლოპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. საქართველოდან ექსპორტი იზრდება, იმპორტი კი კლებას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით მარტში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 135 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით, 697 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს, გასულ თვეში ზრდა 67 მილიონი დოლარი, ანუ 4% იყო. მარტში ქვეყანა 1,590 მილიონი დოლარის იმპორტირებული საქონელი შეიძინა. Atlantic Council-ის თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრმა 2026 წლის გლობალური ატლასი გამოაქვეყნა, რომელშიც 2024 წლის მდგომარეობით არსებული პარამეტრები მიუთითებს, რომ საქართველოს შესახებ ორი საპირისპირო ტენდენცია. ქვეყანა კეთილდღეობის ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა თავისუფლების ინდექსში მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა. უცხოელმა ინვესტორებმა ლარში ნომინალურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში საკუთარი დაბანდებები გაზარდეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით არარეზიდენტებს 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის სულ 492 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები ეკუთვნით, რაც წლიურად 355 მილიონი ლარით, ანუ 360%-ით არის გაზრდილი. ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მთავრობას სამთვიანი მუშაობის შედეგებს აპრილის ბოლოს წარუდგენს. ბაზრის შესწავლის და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. კომისიას ექნება გეგმა, თუ სად და როგორ ხედავს სამომხმარებლო ფასების შემცირების რესურსს. Temu, Viziari, Trendyol, Turkish Airlines 15 აპრილიდან პლატფორმებზე ლარში გადახდისას 1,5%-იანი საკომისიო ამოქმედება. ვაშინგტონში IMF-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გლობალურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზები წარადგინეს. ფონდში ვარაუდობენ, რომ წელს გლობალური ეკონომიკა 3,1%-ით გაიზრდება, რაც იანვარში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით 2,1%-ული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. პროგნოზის შემცირების მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ომი უფრო დიდხანს გაგრძელდება, IMF-ში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეკონომიკური ზრდის ტემპი 2%-მდე შენელდეს. ვაშინგტონში მიმდინარე საგაზაფხულო შეხვედრებს დელეგაცია საქართველოდანაც ესწრება, მათ შორის არიან ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. როგორი არის სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზები და როგორ მიმდინარეობს IMF-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები, ვაშინგტონიდან დეტალებით ჩვენი ჟურნალისტი ნუცა შუბაშვილი გვერდება. საღამოშვიდობისა, ნუცა. ანა მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დიახ, ვაშინგტონში მიმდინარე IMF-ისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი საგაზაფხულო წლევანდელი შეხვედრების განსახილველი მთავარი საკითხი ბუნებრივი არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და მისი პოტენციური გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე. შემიძლია გითხრათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაახლოებით 9 საათის წინ დასრულდა მედიისთვის ბრიფინგი, რომელზეც IMF-მა სავალუტო ფონდმა ახალი პროგნოზები წარმოადგინა გლობალურ ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სცენარის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ შედარებით მალე დასრულდება ახლო აღმოსავლეთში ომი და მისი შედეგები დაახლოებით მიმდინარე წლის შუა პერიოდისთვის უკვე აღმოიფრება. ამ შემთხვევაში ფონდი ვარაუდობს, რომ წელს 2026 წელს გლობალური ეკონომიკა 3,1%-ის გაიზრდება, რაც როგორც აღნიშნე 0,2%-ული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია იანვრის პროგნოზის მიმართებაში. თუმცა ფონდი აქვე უშვებს იმ შესაძლებლობას, რომ თუ კი უფრო გრძელვადიანად გაგრძელდება ეს ომი, მათ შორის ენერგო კრიზისი და მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნება მაგალითად კონფლიქტის არეალში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებს, ამან უკვე შეიძლება უფრო მეტად შეამციროს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა. გლობალურად შეიძლება ეს იყოს 2,5% ან ეკონომიკური ზრდის ტემპი გლობალურად შენელდეს 2%-მდეც კი. რაც შეეხება ინფლაციას, ბუნებრივია სავალუტო ფონდიც ამბობს, რომ მიმდინარე კონფლიქტს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გლობალურად ფასების ზრდაზე, რაც ბუნებრივია ნავთობისა და საწვავის გაძვირებით არის გამოწვეული. შეიძლება ითქვას, რომ ეგრეთ წოდებულ საბაზისო სცენარში ფონდი ვარაუდობს, რომ წელს გლობალურად 4,4%-მდე დაჩქარდება ინფლაცია, თუმცა თუ კი უარეს სცენარებს განვიხილავთ, როგორც აღნიშნეთ, შემთხვევაში თუ ეს კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება, არა გამორიცხული უკვე გლობალურად 6%-მდე დაჩქარდეს ინფლაცია.
ჩვენ გეგმავდით, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაგვეზარდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთის ომმა ჰორმუზის სრუტის დახურვამ და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებამ ეს მომენტუმი გააჩერა. ამ ვითარებას რამდენიმე მიმართულებით ექნება გლობალურ ეკონომიკაზე გავლენა. მაღალი ფასები ნავთობსა და საწვავზე გაზრდის პროდუქციის ღირებულებას და შეაფერხებს მიწოდების ჯაჭვებს. ამასთან, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა გამოიწვიოს გლობალურად ფინანსური პირობების გამკაცრება. ჩვენი ახალი ანგარიში სამ სცენარს ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში თუ კი ომი და მისგან მომდინარე ეფექტები შედარებით დროულად დასრულდება, ეკონომიკური ზრდის ტემპი 3.1%-მდე შენელდება. თუმცა თუ კი ომი უფრო დიდხანს გაგრძელდება და ენერგოკრიზისი უფრო დიდხანს შენარჩუნდა, გლობალური ზრდა 2.5%-მდე შენელდება. უფრო მძიმე სცენარის შემთხვევაში კი, რომელიც ომის შედეგების მომავალ წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს, ზრდის ტემპი 2%-მდე შენელდება. ვაშინგტონში მიმდინარე საგაზაფხულო შეხვედრებს ასევე ტრადიციულად ესწრება დელეგაცია საქართველოდან, რომლის შემადგენლობაშიც რაც შორის არიან ფინანსთა მინისტრი ლაშა ფუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. შესაბამისად უწყებება დღის განმავლობაში გაავრცელეს ოფიციალური რელიზები და კომენტარები. თავმოყრების მხრიდან გავრცელდა ამ წარმომადგენლების კომენტარები. ისინი შეხვედრებს გამართავენ მიმდინარე კვირის განმავლობაში როგორც სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან, ასევე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან და გავრცელებული კომენტარებიდან როგორც ჩვენ ვიგებთ საუბარი შედგება საქართველოს სამომავლო თანამშრომლობაზე როგორც IMF-თან, ასევე მსოფლიო ბანკთან და განიხილავენ სხვადასხვა ეკონომიკური პროცესებს და პროგნოზებს, ბუნებრივია ასევე იმას თუ რა გავლენას ახდენს რეგიონზე და უშუალოდ საქართველოზე მიმდინარე კონფლიქტი. ჩვენ ბუნებრივია ვიმედოვნებთ, რომ BMG-ს, რომელიც ადგილზე იმყოფება ვაშინგტონში და აშუქებს მიმდინარე საგაზაფხულო შეხვედრებს, ექნება საშუალება, რომ პირადად შეხვდეს ფინანსთა მინისტრს, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას და მათგან უშუალოდ პირადად მოისმინოს უფრო მეტი დეტალი მიმდინარე შეხვედრების შესახებ და თუ რა შედეგებით დაბრუნდება საბოლოოდ საქართველოში ჩვენი დელეგაცია. ჩვენ რასაკვირველია გვექნება საუბარი საქართველოს ეკონომიკაზე, მის ბოლო მდგომარეობაზე, მის მედეგობაზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის მართვაზე. ასევე, რა თქმა უნდა, ისეთ დროს ხდება შეხვედრა, როდესაც ყველას აწუხებს ახალი გამოწვევა, ახალი გეოპოლიტიკური დაძაბულობა ირანთან დაკავშირებით, რაც გადაეცემა გლობალურ ეკონომიკას და სავარაუდოდ ნაწილობრივ მაინც გადაეცემა საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კარგი არის, რომ ჩვენ მართლაც მომზადებულები ხდებით ამ ახალ შოკს, იმიტომ რომ გვაქვს საკმაოდ მაღალი საერთაშორისო რეზერვები, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, გვაქვს ძალიან კარგი ფისკალური მდგომარეობა, გვაქვს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა, თუმცა გამოწვევა არის სახეზე და აქედან გამომდინარე ძალიან დროულია ეს შეხვედრები, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყანა გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე საკუთარ ხედვას და ერთობლივად შევძლებთ, რომ იმსჯელოთ რა არის საუკეთესო დახვედრა ამ ახალი გამოწვევების. საუბარი გვექნება ერთის მხრივ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე მსოფლიო ბანკთან საუბარი გვექნება იმ პროექტებზე, რომელიც არის მიმდინარე საქართველოში, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, რომელსაც აქვს საკმაოდ ეს ვთქვათ ამბიციური მიზნები. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე მსოფლიო ბანკთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას. შეეხება საქართველოს, როგორც ჩვენთვის უკვე გასულ კვირებში სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გახდა ცნობილი, წელს ფონდი ელოდება, რომ საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით გაიზრდება. ეს არ არის, ეს არის უცვლელი პროგნოზი, მიმდინარე წლის შენარჩუნებული, თუმცა ფონდის განცხადებებში გვახსოვთ იყო აქცენტი იმაზე, რომ შესაძლოა მიმდინარე კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში ნეგატიური გავლენა მოახდინოს ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე და ბუნებრივია დააჩქაროს ინფლაცია უფრო მეტი შეფასება თუ როგორ აისახება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე მიმდინარე ახლო აღმოსავლეთის ომი და რა პროგნოზები და ასევე რეკომენდაციები იქნება საქართველოსთან მიმართებაში სავალუტო ფონდისგან. ჩვენ ამას უფრო დეტალურად მოვისმენთ მიმდინარე კვირის განმავლობაში, კერძოდ 14 აპრილს არის დაგეგმილი უშუალოდ ჩვენი რეგიონის ბრიფინგი, რომელსაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯიჰად აზური წარუძღვება და DMG ბუნებრივია იმედოვნებს, რომ მასთან უშუალოდ კითხვების დასმის საშუალებაც იქნება და უფრო მეტ დეტალს შევთავაზებთ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის შესახებ IMF-ის შეხვედრების ფარგლებში ჩვენს მაყურებელს. მადლობა ნუცას შუბაშვილი საუბრობდა ვაშინგტონიდან და ველოდებით მისგან ამბებს მომდევნო დღეებშიც.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი არის შეხვედრები ამერიკული საინვესტიციო კომპანიების JP Morgan-ისა და Bank of America-ს წარმომადგენლებთან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ დელეგაციის წევრები საქართველოდან. ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ უცხოურ საინვესტიციო კომპანიებში საქართველოს მიმართ მაღალი არის დაინტერესება, რაც გამოჩნდა ევრობონდების ემისიის დროსაც. გვექნება რამოდენიმე შეხვედრა ინვესტორებთან, ეგრეთ წოდებული roadshow, რასაც ყოველთვის ვატარებთ ფინანსთა მინისტროსთან ერთად, როდესაც კი გვიწევს საერთაშორისო პლატფორმაზე ყოფნა, მოუყვებით საქართველოს ეკონომიკაზე. ეს ის ინვესტორებია, ვინც გლობალური ინვესტორები, დიდი ფონდები, ვინც უკვე წარმოდგენილია ჩვენს ბაზარზე, ასევე ახალი ინვესტორებიც. საქართველოს მიმართ საკმაოდ მაღალი ნდობა არსებობს და გვინდა რომ ჩვენი პრეზენტაციით ეს ნდობა კიდევ უფრო მეტად განმოვმტკიცოთ. ძალიან აქტიური არის საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში, მათ აქვს საკმაოდ დიდი დაინტერესება, რაც გამოჩნდა ასევე უახლოესი ევრობონდის გამოშვებისას, ასევე დიდი დაინტერესება გამოჩნდა ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას. უცხოელმა ინვესტორებმა ლარში ნომინირებულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში საკუთარი დაბანდებები გაზარდეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით არარეზიდენტებს 2026 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის სულ 492 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები ეკუთვნით, რაც წლიურად 355 მილიონი ლარით, ანუ 360%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. არარეზიდენტების დაბანდებები საქართველოს მთავრობის ფასიან ქაღალდებში 2025 წელს შემცირდა, თუმცა 2026 წლიდან ლარის ფასიან ქაღალდებში ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. იანვარში 451 მილიონ ლარამდე, თებერვალში 487 მილიონ ლარამდე, მარტში 492 მილიონ ლარამდე ზრდა დაფიქსირდა უცხოელი ინვესტორების მიერ ლარის სახელმწიფო ობლიგაციების ფლობის მიმართულებით, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული გლობალურ საფინანსო ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის და ლარის მიმართ ინტერესთან. ეს პარამეტრები არის ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს, რამდენად არის დაინტერესებული უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან ლარში ნომინირებულ აქტივებში ინვესტირება. ლარში ნომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მთლიანი ზომა 11 მილიარდ 600 მილიონ ლარს შეადგენს. უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესებზე საუბრობენ დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებიც. მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანია მეტროპოლის გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა. მამუკა იმედაშვილი ამბობს, რომ გაყიდული ბინების ღირებულებამ $24 მილიონ გადააჭარბა, რაც გეგმის დაახლოებით 200%-იან შესრულებას ნიშნავს. იმედაშვილი საქმიან დილას ეთერში გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ორი ძირითადი ფაქტორით ხსნის და ეს არის ახალი გაყიდვების არხის გახსნა და ამავდროულად ევროპელი მომხმარებლების ინტერესის მკვეთრი ზრდა. მეორე მიზეზი კი დაკავშირებული არის პროექტების დასრულების ეტაპთან, როცა მისი განცხადებით მოთხოვნა დიდი ზომის ბინებზე მნიშვნელოვნად იზრდება. მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ გაყიდვებში აქტიურია შეერთებულ შტატებში მცხოვრი ქართველი ემიგრანტების სეგმენტი, ასევე ბოლო პერიოდში გაიზარდა ინტერესი დუბაიდანაც. პირველ კვარტალმა გადააჭარბა ჩვენ ყველანაირ მოლოდინს. ჩვენი გაყიდვების რაოდენობა მოცულობამ გადააჭარბა $24 მილიონ და ესე ვთქვათ, ეს არის მაქსიმალურად, როგორ გითხრათ, ანუ თითქმის 200%-ით შესრულება იმ გეგმისა, რაც ჩვენ დასახული გვქონდა. რაც შეეხება გასული წლის იგივე პერიოდს რო შევადაროთ, ანუ ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით $8 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წლის პირველ კვარტალში ფაქტიურად ჩვენივე შედეგები გავასამაგეთ. ორი ძირითადი მიზეზი შეიძლება რომ დავასახელოთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც დაგვაინტერესა და გავაკეთეთ ანალიზი. ორი ძირითადი მიზეზია, ერთი არის ახალი არხის გახსნა, ესე ვთქვათ, და ძალიან მკვეთრად არის გაზრდილი ევროპელი მომხმარებლების ინტერესი და მეორე არის, ესე ვთქვათ, პროექტებში, რომელიც უკვე დასასრულისკენ მიდის, მკვეთრად იზრდება მოთხოვნა დიდ ბინებს. მოგეხსენებათ, რომ როდესაც ფრისეილის პერიოდია, ძირითადად უფრო ლიკვიდურ ბინებით არიან მომხმარებლები დაინტერესებული, ხოლო ამ შემთხვევაში კერძოდ ქავთარაძის პროექტში, მაგალითად, რო შევადაროთ ამ წლის პირველ კვარტალში არის გაყიდული 25 დიდი ზომის ბინა, როდესაც გასული წლის იგივე პერიოდში იყო გაყიდული დაახლოებით 5. და ევროპელებსაც შეეხება გასული წლის პირველ კვარტალში შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ევროპელი მომხმარებელი თითქმის არ ყოფილა, ჩვენ პორტფელში, ხოლო წელს პირველი კვარტალი დავხურეთ 85, ესე ვთქვათ, გაყიდული ბინით და ესენი არიან ძირითადად გერმანელები და შვეიცარიელები.
გალტენ ტაგარტი წელს საქართველოს რეზერვების 7 მილიარდამდე ზრდას ელოდება. საინვესტიციო ბანკი რეზერვებს მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ მარტში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 46.9%-ით არის გაზრდილი და 6 მილიარდ 300 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა წინა თვესთან შედარებით რეზერვები 5.2%-ით, ანუ 353 მილიონ 400.000 დოლარით იყო შემცირებული. რეზერვების თვიური კლება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების შემცირებას. დაახლოებით 140 მილიონ 900.000 დოლარი არის თვეთვესთან შემცირება. ასევე მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და სავარაუდოდ ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვას ბიმაჩის პლატფორმის გამოყენებით წერს გალტენ ტაგარტი. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით ეროვნული ბანკი გააგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას და მისი მოცულობა 7 მილიარდ დოლარს ამ წლის ბოლოს მიაღწევს. საქართველოდან ექსპორტი იზრდება, იმპორტი კი კლებას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით მარტში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 135 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით 697 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს, გასულ თვეში ზრდა 67 მილიონი დოლარი, ანუ 4% იყო, ანუ მარტში ქვეყანამ 1.590 მილიონი დოლარის იმპორტირებული საქონელი იყიდა. პირველ კვარტალში ჯამურად საქართველოს ექსპორტი 1.720 მილიონ დოლარს შეადგენდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 23%-ია. იმპორტი კი 4 მილიარდ 130 მილიონი დოლარი იყო. შემცირება წლიურად 7%-იანია. ამ ფონზე სავაჭრო ბრუნვაც მხოლოდ 0.1%-იან ზრდას აჩვენებს. ბრუნვამ ჯამში 5 მილიარდ 800 მილიონი დოლარი შეადგინა. წელს ექსპორტის ზრდაში დიდი წვლილი აქვს ფლექსი პეტროლიუმის ქარხნის ამოქმედებას და ნავთობპროდუქტების ექსპორტზე გატანას. საქართველოში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი გაზრდილია. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით ამ წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის წარმოება 12 მილიარდ 600 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის ტოლია. აქედან ექსპორტზე 6.5 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება მოხდა, რაც 8.3%-ით მეტია 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის პირველ კვარტალში ევროპაში 3 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაფიქსირდა, თურქეთში 2 მილიარდ 400 მილიონი კუბური მეტრის. 14%-ით, ანუ 1.1 მილიონი კუბური მეტრით ზრდა არის საქართველოში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების. სულ ამ სამ თვეში საქართველომ 800 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო. სირიაში 300 მილიონი კუბური მეტრის მიწოდება მოხდა. აღსანიშნავია ის, რომ ამ პერიოდში თურქეთში ტანაპის მეშვეობით 1.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზია ტრანსპორტირებული. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე საავიაციო საწვავის ბაზარზე მწვავე დეფიციტია. უკლე პერიოდში საავიაციო ნავთობის ფასი 195 დოლარამდე გაიზარდა. ეს ომის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აპრილში ნავთობის დანაკარგი მარტთან შედარებით გაორმაგდა, რაც საწვავის დეფიციტს მთელი პლანეტის მასშტაბით შექმნის. არსებული ვითარების გათვალისწინებით ევროპული ავიაკომპანიები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. კონტინენტის უმსხვილესი გადამზიდავი რეინიარი მარშრუტების შემცირებას გეგმავს. ლუფთანზა კი 40-მდე ხომალდის ექსპლუატაციიდან ამოღებას და კრიზისული გეგმის ამოქმედებას აპირებს. აზიური ავიაკომპანიები, მათ შორის Vietnam Airlines და Air Asia, ფრენის მოცულობას 10%-დან 20%-მდე ამცირებენ. Air Asia-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ბილეთების ღირებულება საშუალოდ 30-40%-ით არის გაზრდილი, რაც ამ სექტორისათვის უმძიმესი გამოწვევაა. ამერიკული United Airlines-ი ასევე გეგმავს რეისების შემცირებას მომდევნო 2 კვარტლის განმავლობაში, რადგან საწვავის ხარჯის ზრდა კომპანიისათვის წლიურად დამატებით 11 მილიარდ დოლარიან დანახარჯს ნიშნავს. ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, თუ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია არ აღდგება, საავიაციო საწვავი იმდენად გაძვირდება, რომ ავიაკომპანიებს ან ბილეთების მკვეთრად გაძვირება, ან რეისების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმება მოუწევთ. საწვავის ფასი და ვითარება ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ძვირფასი ლითონების ღირებულების ნაწილშიც, რომელიც აღმასრულის ტენდენციას ინარჩუნებს. ამჯერად ფასი ერთ კვირაში 1.5%-ით გაიზარდა და უნცია ოქროს ღირებულება 4780 დოლარს აღწევს, რაც ერთ წლიან პერიოდში 47%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში წლიური ზრდა 138%-ია, ხოლო ერთ კვირაში მატება 6%-ია, ფასი უნციაზე კი 77 დოლარს შეადგენს. ძვირფასი მეტალების
გაძვირება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული. შეერთებული შტატები ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ფონზე ინვესტორები ფიქრობენ, რომ კონფლიქტი მომდევნო კვირების განმავლობაში დასრულდება, რაც წესით ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენას და ნავთობის გაიაფებას გამოიწვევს. თავად ნავთობი ოქროს ღირებულების განსაზღვრისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ენერგეტიკული რესურსი ინფლაციის მთავარი მდგენელია. თუ ნავთობი დროულად გაიაფდება, მაშინ ინფლაცია ზედმეტად არ დაჩქარდება და შტატების ფედერალურ რეზერვს არ მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ფედი მთავარი მოთამაშეა, რომელიც დღეს ოქროს ფასს განსაზღვრავს. თუ რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება, მაშინ ოქროს გაიაფებას უნდა ველოდოთ. თუ განაკვეთი დაიკლებს, მაშინ ოქროს ზრდის შესაძლებლობა კიდევ არის, რადგან ოქროსა და რეფინანსირების განაკვეთს შორის ისტორიულად საპირისპირო კორელაციაა. იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ ირანი ხორბლის მსხვილ ექსპორტიორს არ წარმოადგენს, რეგიონში დაძაბულობის ზრდამ, ნავთობის ფასების მერყეობამ და სატვირთო გადაზიდვების დაზღვევის გაძვირებამ, გარკვეული გავლენა შეიძლება, რომ ნებისმიერ საექსპორტო საქონლის ღირებულებაზე იქონიოს. რადგან გლობალურად ლოგისტიკა არის გაძვირებული. ამის მიუხედავად, ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ინვესტორები და ტრეიდერები ამჟამად პოტენციურ გავლენას აფასებენ, რომელიც შესაძლოა კონფლიქტმა მარცვლეულის მიწოდების ჯაჭვსა და ლოგისტიკაზე იქონიოს. საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე მონაცემებს თუ შევხედავთ, ხორბლის საექსპორტო ფასი ერთ კვირაში კლებას აჩვენებს 2.5%-ით. ეს ბაზარზე მიწოდების აღდგენით და სავაჭრო ჯაჭვების გადალაგებით არის განპირობებული. მცირედი კორექციის მიუხედავად, აღსანიშნავი არის, რომ წლის დასაწყისიდან ამ დრომდე დაახლოებით 15%-იანი გაძვირებაა ხორბლის დაფიქსირებული, ისი მთავარი მიზეზით სწორედ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და ჰორმუზის სრუტის პარალიზებაა. ამჟამინდელი მონაცემებით ბუშელი საქონლის ფასი ბირჟაზე $5.8. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გლობალურ ბაზარზე ფსტას ფასი მკვეთრად გაიზარდა. Bloomberg აღნიშნავს, რომ ირანზე ფსტას გლობალური ექსპორტის დაახლოებით 30% მოდის, რეგიონში არსებული ვითარება კი შესაბამისად ბაზარზე ვითარებას ამწოვებს და დეფიციტს ქმნის. სამხატვრო კონფლიქტმა ქვეყანაში სასუქების შეტანა შეაფერხა, რამაც მოსავლის აღებას პრობლემები შეუქმნა. შედეგად პროდუქციის ფასმა უახლოეს ისტორიაში ყველაზე მაღალი ნიშნული დააფიქსირა და 1 ფუნტზე, ანუ დაახლოებით 454 გრამზე $4.57 შეადგინა. პარალელურად სატრანსპორტო კომპანიები უსაფრთხოების რისკების გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვაზე უარს ამბობენ. ამან ბაზარზე ლოგისტიკური ბარიერები შექმნა. ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ფსტას დეფიციტი ბაზარზე ჯერ კიდევ 2025 წელს იყო, რაც ნაწილობრივ ისეთი პროდუქტების პოპულარობით იყო განპირობებული, როგორც არის მაგალითად ეგრეთ წოდებული დუბაის შოკოლადი, თუმცა მიმდინარე ომმა ეს დეფიციტი კიდევ უფრო გააღრმავა, გაზარდა კონკურენცია და ფასების შემდგომი ზრდა გამოიწვია. არსებული ვითარების გათვალისწინებით ბაზარზე სტაბილურობის აღდგენა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურში იფუნქციონირებს. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. პარლამენტმა მესამე მოსმენით 79 ხმით ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები კანონში საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ. საკანონმდებლო ცვლილება საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ არსებულ სტრუქტურულ დაქვემდებარებულ სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების წესს არეგულირებს. პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია გაფართოვდა. ლატარიების აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ კანონში ცვლილებებით სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება. პარლამენტს მთავრობის მხრიდან განსახილველად წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7,000 ლარის ნაცვლად 20,000 ლარით განისაზღვრება. საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ამავე სამინისტროს მიერ ნომინირებული ერთი დამოუკიდებელი წევრი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე იქნებიან.
ეს მთავრობამ შესაბამისი დადგენილებით უკვე გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით სააგენტო საწარმოო საქართველოში რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნებული კორპორაციის სამეთვალყურო საბჭოს წევრების დანიშვნა ქონების სააგენტოს დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში დაევალა. ქონების სააგენტოს ევალება უზრუნველყო საწარმოო საქართველოშის ბალანსზე რიცხული ქონების სრულად გადაცემა კორპორაციისათვის და შესაბამისი უძრავ-მოძრავი ქონების კორპორაციის კაპიტალში შეტანა. მთავრობა ახალ ინსტიტუციას საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას აფუძნებს. ახალი უწყობა თავის მხრივ სააგენტო აწარმოო საქართველოში ბაზაზე იქნება. კორპორაციაში განხორციელდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმაც. ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მთავრობას სამთვიანი მუშაობის შედეგებს აპრილის ბოლოს წარუდგენს. ბაზრის შესწავლის და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე კომისიას ექნება გეგმა, თუ სად და როგორ ხედავს სამომხმარებლო ფასების შემცირების რესურსს. არსებული ინფორმაციით განიხილება რიტეილ სექტორის მონიტორინგს დაქვემდებარება. სავარაუდოდ ამ მანდატს კონკურენციის სააგენტო შეითავსებს. ელინე გოგბერაშვილი ესაუბრა დღეს კომისიის თავმჯდომარის და რიტეილ სექტორის შეფასებებიც მოისმინა, რომელსაც ერთ სიუჟეტში მოუყარა. არსებობს თუ არა ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების შემცირების რესურსი. ამაზე დასკვნას ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მთავრობას აპრილის ბოლოს წარუდგენს. კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში ყველაზე გავლენიანი რიტეილ სექტორია. ამიტომ კომისიას მიაჩნია, რომ ფასწარმოქმნის ეს რგოლი სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს. ეს მანდატი სავარაუდოდ კონკურენციის სააგენტოს ექნება. ჩვენ აღმოვაჩინოთ, რომ სექტორში არის დამატებითი ხარჯები, რადგან კონკრეტული სუბიექტები, ასე რომ ვთქვა, თავის უპირატესობას ძალაუფლებას, რომელსაც გაქვს ურთიერთობის ძალაუფლებაში გადაჭარბებული ძალა, თავის სასარგებლოდ იყენებს და ჩვენ თუ ამას გავასწორებთ, გავაჩასაღებთ პროცესს, გავხდით უფრო კონკურენტუნარიან სექტორს, ჩვენ მივიღებთ, რომ ის დამატებითი ფინანსური ხარჯები, რომელიც აწვებოდა ჯაჭვში არსებულ მეორე და მესამე რგოლს, ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს დისტრიბუცია, წარმოება და იმპორტიორები, აღარ შეიქმნება დამატებითი ხარჯი, ეს თავისთავად აღარ დააწვება ერთეულის ღირებულებას, რადგან საბოლოო ჯამში, როდესაც გაქვს ურთიერთობის ასიმეტრია და განსაკუთრებით ფინანსური უფრო მეტი გადაჭარბებული ძალა, აქ ყოველთვის ხდება იმის თუნება, რომ ამან თუ სუბიექტად თავის სასარგებლოდ გამოიწვიოს და ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ იარსებობს ასეთი ორგანო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ ურთიერთობებს და სადაც გადაჭარბებაა და დარღვევაა, ამ დავების განხილვა შესაძლებელი გახდება, რომ პროცესები გაჯანსაღდეს. კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში მხოლოდ რიტეილი არ მონაწილეობს. შესაბამისად, თუ კომისია პროცესებს სწორად აფასებს, მონიტორინგს მხოლოდ რიტეილი არ შეიძლება დაექვემდებაროს. რიტეილ ექსპერტებს ამ ნაწილში საკმაოდ ბევრი კითხვები აქვთ. ბოლო განცხადების საფუძველზე მე ძალიან ბევრი კითხვები გამიჩნდა. პირველი ესე იგი, რა არის მიზნობრიობა ამ მონიტორინგისა, რა მექანიზმი არსებობს, რომ ეს მონიტორინგი ჩავატარო და მე რა მეთოდოლოგიით ვაფასებთ. რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს ფასწარმოქმნის ნაწილში. რაც შეიძლება თქვა ეფექტურობის ნაწილში შეიქმნას კომისიის თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ლოგისტიკური ცენტრების ინფრასტრუქტურულ მოწყობას, აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და რაღაცნაირად წახალისდეს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, იმისათვის რომ მიწოდების ღირებულებათა ჯაჭვში მთლიანად დავინახოთ ეფექტი და შევძლოთ რაღაცნაირად ფასწარმოქმნის ნიშნულის კლების ტენდენციისკენ, ასე ვთქვათ, ბიძგი. ხოლო ეს წერტილოვანი ქმედებებში სამწუხაროდ ვერ ვხედავ, რომ რამე გრძელვადიანი შედეგი შეიძლება იყოს. თავის მხრივ რიტეილ ასოციაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას, რომ ფასების შემცირების რესურსს ვერ ხედავს, მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გათვალისწინებით, რამაც ქვეყანაში ინფლაციური წნეხი შექმნა. ჩვენი სექტორი ისევ რჩება სრულიად ღია და გამჭვირვალე და მზად არის ნებისმიერ სტრუქტურასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა და თანამშრომლობა ამ მიმართულებით. თუ გამოჩნდება რასაკვირველია რაიმე გზები, გამარტივების პროცესის იქნება თუ პროდუქციის გაიაფების, ჩვენი სექტორიც მზად არის, რომ ნებისმიერ სტრუქტურასთან ერთად ეს გზები განიხილოს. საკმაოდ რთული მდგომარეობა ამ რესურსების გამონახვის მიმართულებით, მით უმეტეს რომ ეხლა საკმაოდ რთული მდგომარეობა
მოსახლეობა საწვავის ფასების მომატებასთან და კომუნალურ გადასახადების მომატებასთან დაკავშირებით და უკეთესი შედეგი იქნებოდა, ალბათ რომ უფრო კარგი შედეგი იქნებოდა, შეიძლება ითქვას რომ ამ ნიშნულზე მოხდეს ფასების შენარჩუნება, იმიტომ რომ პირიქით რადგან ხარჯები მზარდია, შესაბამისად ადრე თუ გვიან ხარჯებიდან გამომდინარე ფასებზე აისახება ეს ზრდაც. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ფასების შესწავლაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა გადაიფიქრა. მიზეზად კომისიის თავმჯდომარე ინტერესთა კონფლიქტს ასახელებს რა არგუმენტიც რითელ ექსპერტთა ნაწილისთვის ნაკლებად დამაჯერებელია. თავის მხრივ კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ამას სამუშაო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. ის 4 ევრული, დიდი 4-ეული აუდიტორული კომპანია ასევე ემსახურება, ასე ვთქვათ, სექტორში დიდ 4-ეულს, რომელიც არის ქსელები. და აქ არის ინტერესთა კონფლიქტი, არ შეიძლება ერთი მხრივ რომ ემსახურებოდეს ქსელს და მეორე მხრივ სექტორის ანალიტიკური კვლევა გააკეთო, იმიტომ რომ ყოველ შესაძლებელი აქვს რისკი, რომ ტენდენციური გახდე შენი კლიენტის მიმართ, რომელიც არის ქსელი. საკონსულტაციო კომპანიების ჩართვის კომპონენტი საინტერესოდ ჟღერდა და მე მივესალმებოდი ამ ინიციატივას, ვინაიდან მათ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტის ნაწილში, მე ამ საკითხს ცოტა უფრო სკეპტიკურად შევხედავ, ვინაიდან ის არიან გლობალური კომპანიები და ბიზნეს ეთიკისა და კონფიდენციალურობის ნაწილი საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ მათ და არ მგონია, რომ თქვათ ეს ნაწილი იყოს, ასე თქვათ, საეჭო. ბაზრის შესწავლის და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე კომისია თვის ბოლოს საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს წარუდგენს, სად და როგორ ხედავს პარლამენტი სამომხმარებლო ფასების შემცირების რესურსს. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე კომისიის ფარგლებში მომავალ კვირას პარლამენტში უკვე ნავთობპროდუქტების იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებს დაიბარებენ. პარლამენტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში მორიგით ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ერთი თვის წინ ამოქმედებულ შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებების შეტანა მთელი რიგი პროცედურული პრობლემების გასწორების გამო ხორციელდება, რომელიც ბიზნესთან კომუნიკაციაში გამოიკვეთა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, შრომითი ნებართვის მოპოვება აღარ მოუწევს სრულად დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობით დაკავებულ პირებს. ამავე დროს კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება არც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც. ბიზნესიდან კომუნიკაციაში აღმოჩნდა რიგი, ასე რომ ვთქვათ, პროცედურული ასე რომ ვთქვათ, პრობლემები, რომელიც გასწორება ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხები წყდებოდეს სწრაფად, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, რადგან ბიზნესის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს ცვლილებები მართულია სწორედ იმისკენ, რომ იმ ნაწილში, სადაც გამოხატულია შრომითი რესურსის დეფიციტი, რომ პროცესები დაჩქარდეს და გამონაკლისები დავუშვათ ამ მიმართულებით, რომ ბიზნესის ფუნქციონირება იყოს უწყვეტი და მეორე მხრივ იმ ნაწილში, სადაც მიწოდება გადაჭარბებულია, ჩვენ დავიცვათ ადგილობრივი შრომითი რესურსი. მთავრობა სათამაშო ბიზნესისთვის ჯარიმების მკვეთრ ზრდას გეკმავს. პარლამენტს უკვე წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7,000 ლარის ნაცვლად 20,000 ლარით განისაზღვრება. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარით იქნება განსაზღვრული. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა კი 2,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარი ხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ამჟამად მოქმედი ჯარიმობის ოდენობა რეალურ შემაკავებელ ფუნქციას ვერ ასრულებს და ეფექტიან პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. ნებართვის მფლობელისათვის ხშირ შემთხვევაში უფრო ეკონომიკურად მიზანშეწონილი არის სანებართო პირობების დარღვევა და შემდეგ ჯარიმის გადახდა, ვიდრე დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა. აღნიშნული არის ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში. საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებული დაჩქარებული რეგულაციები, მათ შორის უცხოელთა დასაქმების კუთხით ბიზნესისათვის გარკვეულ ბარიერებს და არაპროგნოზირებადობის გაცდას აჩენს. ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა საქმის კურსის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულ ცვლილებებს ბიზნესისათვის ჯერჯერობით კრიტიკული ზიანი არ მიუყენებია, თავად პროცესი ინვესტორებში
აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. ინვესტორებისათვის რთულია იმის ახსნა, თუ რა შეიცვლება ხვალ, ეს შეიძლება მოლაპარაკებების პროცესში შემაფერხებელი ფაქტორიც იყოს, ამბობს ბიზნესმენი და მიუთითებს, რომ საქართველოსა და რეგიონის ინვესტორებს ესმით ამ ბაზრის თავისებურება და რისკები. ნებისმიერი რაღაც დაჩქარებული ფორმით შემოსული რეგულაცია ქმნის განცდას, რომ არაპროგნოზირებადია გარემო. შეიძლება ხვალ რაღაცა ძალიან ძიმედ გართულდეს. რო თქვა, რომ ეხლა ამ საკითხმა რაღაცა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა, არ შეუქმნია და წესია, რომელიც მარტივად განხორციელებადია და დანერგვადია ორგანიზაციაში, თუმცა რა რეგულაცია შემოვა ხვალ, მაგალითად ინვესტორისთვის ამის ახსნა და რაღაცა პირობის მიცემა ძალიან რთული იქნება. შეიძლება მოლაპარაკებების მომენტში ესეც კი იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ არ ვიცი რა მოხდება ხვალ და ამიტომ არაპროგნოზირებად გარემოთ ვუყურებთ. საქართველოში მოსვლელი ინვესტორები დღევანდელ საქართველოში კიდევ ერთხელ ამბობ და ზოგადად რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე კონკრეტული მისიებით მოდიან. მაგალითად, ვინც ლოჯისტიკის სისტემაში არის, ის მოდის ლოჯისტიკაში და მას ესმის, რომ ეს ბაზარი ესეთია თავისი რისკებით და ასე შემდეგ. 5 წლის მანძილზე დედაქალაქში ელექტროენერგიის მომსახურების წყვეტა 6307 ჯერ, რეგიონებში კი 81071 ჯერ არის დაფიქსირებული. ენერგოომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით არაგეგმური წყვეტების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით რეგიონებში გაზრდილია. ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზი რამდენიმე იყო, მათ შორის ელექტრომოწყობილობა დანადგარების დაზიანება, სარემონტო სამუშაოები, მექანიკური დაზიანება, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესება, გადართვების სქემის ცვლილება და არაერთი სხვა. ამიტომ ენერგოომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა რეგულარულად საჭიროებს გაუმჯობესებას და რეაბილიტაციას. ქსელის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის საჭიროებაზე საუბრობენ ენერგეტიკოსებიც. მათი შეფასებით ელექტროენერგიის გაზრდილმა ტარიფებმა კომპანიებს საშუალება უნდა მისცეთ მომსახურების ხარისხი გაუმჯობესონ და ქსელის განვითარებაში ინვესტიციები განახორციელონ. როდის აისახება ხუთი თეთრით გაზრდილი ტარიფი მიწოდების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ნაწილში. ეკა გაზდელიანის სიუჟეტი ნახოთ. ელექტრომოწყობილობა დანადგარების დაზიანება, სარემონტო სამუშაოები, მექანიკური დაზიანება, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესება, გადაცემის ქსელში გამოწვეული დაზიანება, მესამე პირის მოთხოვნა და გადართვები. ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაც 2025 წელს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის მიზეზად იქცა. ენერგოომბუდსმენის ანგარიში აღნიშნულია, რომ გასულ წელს 2024 წელთან შედარებით რეგიონებში არაგეგმური წყვეტების რაოდენობა გაზრდილია. ჯამში ელექტროენერგიის მიწოდებაში რეგიონებში 81071 წყვეტა დაფიქსირდა, დედაქალაქში კი 6307. საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა რეგულარულად საჭიროებს გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საფრთხის შემცველ გარემოებებსაც აქვს ადგილი, რაც განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს ყველასთვის. საანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოსული განცხადებებიდან ირკვევა, რომ კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება ელექტროგადამცემი ქსელებისა და საყრდენი ბოძების ავარიული მდგომარეობა. დაფიქსირდა არაერთი მოქალაქის პრეტენზია, რომელიც შეეხებოდა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის პრობლემებს. ენერგეტიკოსების შეფასებით ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფებით უპირველეს ყოვლისა ენერგოკომპანიებმა ელექტროენერგიის გათიშვები და ქსელიდან ამორთვები უნდა შეამცირონ, რასაც ამინდის გაუარესების გარეშეც საკმაოდ ხშირი ხასიათი ჰქონდა. აი ამ ტარიფებით, რომელიც დღეს იქნა დაწესებული, მინიმიზაცია უნდა გაკეთდეს გათიშვების. ამორთვები ძალიან დიდი იყო 2025 წელს ამორთვები. ეხლა აი აქ ბუნებრივი პირობებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, როდესაც ამ რაოდენობის თოვლი მოვა, ეს ხარისხანი იქნება, მაგრამ საერთოდ 7 გარემოშიაც ხშირად ხდებოდა გათიშვები. ენერგეტიკის სექტორში ელია, რომ გაზრდილი ტარიფები ქსელის გაუმჯობესებაზე საშუალოდ 2 წლიან პერიოდში აისახება. მანამდე არსებული პერიოდი კი შესყიდვებს ლოგისტიკას და ქსელის გაუმჯობესებაზე მუშაობას დასჭირდება. დაახლოებით 2 წლის თავზე ველოდებით ჩვენ უკვე ხელშესახებ შედეგს. მანამდე უბრალოდ შესყიდვებს დაჭირდებათ, რომ მუშახელი შერჩევას, რაც ამასთანავე რეგიონებსა და რაიონებში ძალიან აქტიური ამინდებსაც გულისხმობ ლოდინს იმისათვის, რომ გადამცემი ქსელი ძალიან სერიოზულ უსაფრთხოებას მოითხოვს, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას და ამიტომ აქედან გამომდინარე დაახლოებით 2 წლიან პერიოდს ველოდებით ჩვენ, რომლის თავზეც უკვე გვექნება ხელშესახები შედეგი წყვეტებთან დაკავშირებით.
მიუხედავად ელექტროენერგიის ტარიფების 5 თეთრიანი ზრდის სექტორში ფიქრობენ, რომ ენერგოკომპანიებისთვის ეს შესაძლოა არც თუ ისე რელევანტური ტარიფი იყოს. ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ ტარიფებში რეალურად მხოლოდ 2 თეთრიანი ზრდაა. იმის გათვალისწინებით, რომ სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფი 2023 წელს 3 თეთრით უკვე შეამცირა. ეს კი ქსელის განვითარებაზე უარყოფითად აისახა. რეალურად ეს არის 2 თეთრიანი, იმიტომ რომ 23 წელს რომ 3 თეთრით მოუკლეს ტარიფს, ამან ძალიან დიდი დაღი დაასვა ჩვენი სისტემის განვითარებას და მის საიმედო უსაფრთხო მუშაობას. ამიტომ მე ვამბობ, რომ 2 თეთრიანი მატება არის ახლა იმასთან შედარებით, რაც იყო 23 წელს და ამ 2 თეთრიანი მატებით რაღაც გარკვეულ შედეგებს ვნახავთ მიმდინარე წელს. რეალურად ეს ყველაფერი გათვლილია 5 წელს. მილიარდ ნახევარი ლარი, რომელიც უნდა ჩაიდოს ჩვენი ქსელის გაუმჯობესებაზე 5 წელიწადია გათვლილი და ფიქრობ, რომ 5 წელიწადის განმავლობაში ჩვენი ელექტრომომარაგება გაცილებით უსაფრთხო იქნება. ვიდრე ხელშესახების შედეგები გამოჩნდება, ენერგოომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას რეგულარულად საჭიროებს. ტარიფების ზრდამ კი ეტაპობრივად ქსელის გაუმჯობესება და ხარისხიანი მიწოდება უნდა უზრუნველყოს. 2025 წელმა ასევე გვიჩვენა, რომ პიკური მოხმარების პერიოდში, როდესაც იყო განსაკუთრებული სიცხეები, ქსელი იყო გადატვირთული და ავარიების რაოდენობა იყო ძალიან გაზრდილი. ამას ემატება ისიც, რომ წლიდან წლამდე იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და გარდა იმ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისა, რომელიც ზოგადად ქსელის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს, ასე ვთქვათ, და უნდა განავითაროს ქსელი, არის ის, რომ ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემთხვევაში ქსელი საჭიროებს თავიდან ბოლომდე გადაწყობას, ამ ვითარებით მომხმარებელი მომავალში უწყვეტ მომარაგებას ვერ მიიღებდა. ხაზდილი ინვესტიციის ფონდზე ეს სიკეთე, რომელიც პიგით მომხმარებლამდე უნდა დავიდეს ხვალვე ვერ განხორციელდება, ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, თუმცა ჩვენ მზად ვართ თითეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოო ჯამში არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს. სემეკის ინფორმაციით ენერგოპრო ჯორჯია 2026-2030 წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ჩამორად 1 მილიარდ ლარამდე. ამასთან კომპანიამ მესამე მხარის დაფინანსებით დამატებით 129 მილიონი ლარის ინვესტირებას განახორციელებს განაწილების ქსელში. დედაქალაქში კი თელასის არეალში 5 წლის განმავლობაში დამტკიცებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 400 მილიონ ლარს შეადგენს, რაც საშუალოდ წლიურ 80 მილიონ ლარს უდრის. რეპორტის ინფორმაციით, ირანის პორტებში მყოფ უცხოურ გემებს ჰორმუზის სრუტეში გასავლელად შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ბლოკადის ფონზე შეზღუდული შეღავათიანი პერიოდი მიენიჭათ. ცენტრის ინფორმაციით, შეღავათიანი პერიოდი ნეიტრალურ გემებს ეხება, რაც მათ აძლევს საშუალებას ირანის პორტები უსაფრთხოდ დატოვონ. ამ საშეღავათო პერიოდის კონკრეტული ხანგრძლივობა მეზღვაურებისათვის გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაშია მითითებული, რომელშიც ასევე დეტალურად არის აღწერილი შემზღუდავი ზომების პირობები. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრი წერს, რომ ბლოკადა ვრცელდება ყველა გემზე, მათ შორის დროშის მიუხედავად, თუ ისინი ირანის პორტებთან, ნავთობ ტერმინალებთან ან სანაპირო ინფრასტრუქტურასთან ურთიერთსაქმიანობენ. შეზღუდვები ირანის მთელ სანაპირო ზოლს მოიცავს. დამატებითი ინსტრუქციები, მათ შორის ნავიგაციის მარშრუტები, შემოწმების პროცედურები და დაშვებული ტრანზიტის წესები შემუშავების პროცესშია და მოგვიანებით გამოქვეყნდება. ირანი ბაბელ მანდების სრუტის ბლოკირებით იმუქრება. ოფიციალურმა თეირანმა გაფრთხილება ტელევიზიით გაავრცელა და ვაშინგტონს ირანული პორტების ბლოკადის დროულად შეწყვეტისკენ მოუწოდა. ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველის ალი აკბარ ველაიეთის განცხადებით, წინააღმდეგობის ღერძის ერთიანი სარდლობა ამ მარშრუტს ჰორმუზის სრუტის თანაბარ მნიშვნელოვნად გამოაცხადებს. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მას მოკავშირეების მეშვეობით სრულად დაბლოკავს. როგორც ირანში აღნიშნავენ, თუ თეთრი სახლი შეცდომების დაშვებას განაგრძობს, ოფიციალური თეირანი მსოფლიო ენერგეტიკული დაკადების 12-13%-ს მხოლოდ ერთი ნაბიჯით გადაკეტავს. მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ მსგავსი სცენარის განხორციელებამ გლობალურ ბაზრებზე შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს, რადგან სატრანზიტო გზა წითელ ზღვასა და ადენის ყურეს ერთმანეთთან აკავშირებს და ის ერთადერთი საზღვაო მარშრუტია, რომელთაც გემებს ხმელთაშუა ზღვაში აფრიკის კონტინენტის შემოვლის გარეშე გავლა შეუძლია. ამერიკული ენერგეტიკული უწყებების მონაცემებით, ჰუსიტების თავდასხმებამდე 2023 წელს სრუტეში დღეში დაახლოებით 9.300.000 ბარელი ნავთობი გადიოდა, თუმცა ამჟამად მასში დღეურად საშუალოდ 4.200.000 ბარელი ნავთობი გადის, ანუ 12%.
ოფიციალური თეირანი 5 არაბული სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ითხოვს. კაიროში ირანის ელჩი საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, კატარს და იორდანიას შეერთებული შტატების და ისრაელის თავდასხმაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. ამირ საიედ ორავანიმ გაეროს გენერალურ მდივანს და უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართა. დიპლომატია ამტკიცებს, რომ ამ სახელმწიფოებმა საერთაშორისო ვალდებულებები დაარღვიეს. შესაბამისად, მათ ომის დროს მიყენებული ფინანსური და ინფრასტრუქტურული ზარალი უნდა აანაზღაურონ. ასე იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი თოლურდავა და ბექა ბაციკაძე გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.